1918 წლის მარტის ცივი ღამე ნელა ეშვებოდა მონტევიდეოზე. ქალაქი იძინებდა. ქუჩის ლამპების მკრთალი შუქი სველ ქვაფენილზე ირეკლებოდა. მაგრამ ქალაქის გულში, ერთ ადგილას, ისტორია მზად იყო სამუდამოდ შეცვლილიყო. ეს ადგილი იყო გრან პარკე ცენტრალი, სტადიონი, რომელიც უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მოედანი. ეს იყო ტაძარი და ამ ტაძრის ყველაზე ერთგული მსახური იყო ერთი ადამიანი, აბდონ პორტე. ბიჭი, რომელიც კლუბისთვის ცხოვრობდა. აბდონ პორტე არ იყო უბრალოდ ფეხბურთელი, ის იყო სიმბოლო. დაბალი, ძლიერი სხეულით და დაუღალავი სულით, ის თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე და იყო გუნდის გული. მისი გუნდი, ნასიონალი, იმ დროისთვის უკვე იყო ურუგვაის ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, მაგრამ ნასიონალისთვის პორტე უფრო მეტი იყო, ვიდრე მოთამაშე. ის იყო კაპიტანი, ლიდერი, ადამიანი, რომელიც არასოდეს ნებდებოდა. როცა ის მოედანზე გადიოდა, გულშემატყივრები მშვიდდებოდნენ. მათ იცოდნენ, სანამ პორტე აქ იყო, გუნდი არასოდეს დანებდებოდა. მაგრამ დრო ყველას ამარცხებს. 1918 წლის დასაწყისში პორტე მიგრძნო, რომ სხეული აღარ ემორჩილებოდა ისე როგორც ადრე. მოძრაობა დამძიმდა, სისწრაფე შემცირდა. ახალგაზრდა მოთამაშეები მოდიოდნენ, სწრაფები, ძლიერები, ახალი ენერგიით. ერთ დღეს კლუბის ხელმძღვანელობა მიიღო გადაწყვეტილება. პორტე აღარ იქნებოდა ძირითადი შემადგენლობის წევრი. ეს არ იყო სკანდალი, არ იყო კამათი. უბრალოდ ფეხბურთის კანონები, ახალი ცვლის ძველს. მაგრამ პორტესთვის ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გადაწყვეტილება. ეს იყო მისი ცხოვრების დასასრული. 1918 წლის 4 მარტის ღამეს, როცა ქალაქი უკვე ჩაძინებული იყო, ერთი ადამიანი ჩუმად შევიდა გრან პარკე ცენტრალში. ეს იყო პორტე. სტადიონი ცარიელი იყო, ტრიბუნები ჩუმი, მოედანი ბნელი. ის ნელა წავიდა მოედნის ცენტრისკენ. ზუსტად იქ, სადაც 1000 იდგა, სადაც იბრძოდა, სადაც ცხოვრობდა. ამბობენ, რომ ის ცოტა ხნით გაჩერდა. ალბათ იხსენებდა ყველაფერს, გულშემატკივრების ხმას, გამარჯვებებს, მეგობრებს. შემდეგ მან ჯიბედან ამოიღო წერილი. წერილი, რომელიც ისტორიაში დარჩებოდა. წერილი, რომელმაც გული გაუჩერა ურუგვაის. მის წერილში ეწერა: ნასიონალი და მისი ფანები ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. მე აღარ ვარ ის, ვინც ადრე ვიყავი, ამიტომ მივდივარ, მაგრამ ჩემი გული ყოველთვის აქ დარჩება. მისი სიყვარული კლუბის და ფეხბურთის მიმართ იმდენად ძლიერი იყო, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. იმ ღამეს მოედნის ცენტრში აბდონ პორტემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის იყო 25 წლის, ადამიანი, რომელიც ლეგენდად იქცა. მეორე დილით სულ სხვანაირი მზე ამოვიდა მონტევიდეოზე. ქალაქი აღარ იყო იგივე. პორტე აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ მისი სული დარჩა. დღემდე ნასიონალის გულშემატკივრები ამბობენ, როცა სტადიონი ჩუმია, როცა ღამე მოდის და ქარი ტრიბუნებს ეხება, პორტე ისევ იქ არის. ის ისევ იცავს თავის კლუბს, იმიტომ რომ ზოგიერთი ფეხბურთელი უბრალოდ გუნდისთვის თამაშობს, მაგრამ პორტე იყო ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის მოკვდა.